თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებას. გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს ანეკდოტის მოყოლა სთხოვა. მისი თქმით, ორი ანეკდოტი უკვე ცნობილია და ბევრს ხალისობს. ხაჩიძის ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რეპლიკა მოჰყვა. ანეკდოტებს უყვებიან მეგობრებს, მე და თქვენ არ ვართ მეგობრები, თუმცა შეიძლება გავხდეთ, აღნიშნა ივანიშვილმა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაინტერესდა ნამდვილად დადიოდა თუ არა გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის სამინისტროს ტელეფონებში ველოსიპედით. მის თქმით, ამის ამსახველი ფოტომასალაც არსებობს. ამ პოლემიკამდე ხაჩიძე დაინტერესდა ნამდვილად იგეგმება თუ არა სატყეო სექტორის პრემიერ-მინისტრისთვის ჩაბარება. მისი თქმით, ინფორმაცია ახალი მინისტრისგან მოისმინა, თუმცა როგორც მოგვიანებით ხათუნა გოგოლაძემ განმარტა, ის მხოლოდ და მხოლოდ მოდელს განიხილავდა. მე მინდა მრავალათასიანი, ასე ვთქვათ, აუდიტორიის თხოვნა შევასრულოთ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იუმორის დიდი მოყვარული ხართ და ჩვენ დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი, ერთი მიტუას და მეორე შედი ქალო ბუტკაში, ცნობილი ფრაზით და თუ შეიძლება აი ამ ყველაფრის ბოლოს მართლა გულწრფელად გეუბნებით. ამ ყველაფრის ბოლოს ალბათ ეს შეხვედრა რომ დამთავრდება, მესამეც რომ დაგვიტოვოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან, ასე ვთქვათ, ხალისობთ ხოლმე იმ მართლა დადიოდით კორიდორში ველოსიპედით თავის პრობლემას. აი როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო ბიძინა. იქნებ ძალიან ბევრ ხახალთ დანახი და სურათებიც არსებობს ამბობენ. არა, მე კიდევ ვერ ჩავხვდი თქვენი იუმორის სიღრმეში. ხაჩიძე ველოსიპედით ცეილობდა დღის განმავლობაში კორიდორებში. და იქ უკავდა მიყუდებული ყავდა ველოსიპედი კედელზე კორიდორში. თქვენ თუ მოიცილთ ერთად მივბრძანდეთ გარემოს დაცვის სამინისტროში და იქნებ ცადოთ ერთად როგორ შეიძლება კორიდორში ველოსიპედი გავლა, მაგრამ მე გთხოვთ რომ აი ეს თხოვნა რომელიც ბოლოსკენ გთხოვთ რომ ძალიან მრავალათასიანი აუდიტორია შევუსრულო. ანეკდოტებს მეგობრებში უყვებია ამ შემთხვევის მიხედვით. ჯერ მეგობრები არა ვართ ჩვენ, თუმცა ამის საშუალება შეიძლება დაგვრჩეს. ნახოთ.